დონალდ ტრამპი იმდენად შორს წავიდა, რომ ირანმა საჯაროდ წაუყენა ულტიმატუმი და დაამატა, თუ ტრამპი მას არ შეასრულებს, მშვიდობის შეთანხმებას ვერ მიიღებს, ხოლო ირანი დაიწყებს თავდასხმებს არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, არამედ გააფართოებს ომს. ჰორმუზის სრუტიდან ინდოეთის ოკეანემდე, ბაბელ-მანდების სრუტემდე, წითელ ზღვამდე და თუნდაც ხმელთაშუა ზღვამდე, ევროპამდე მისულს. ეს პოტენციურად ნიშნავს, რომ ირანი ომს გააფართოებს ევროპულ ქვეყნებამდე. და ეხლა ირანი ზუსტად იმავე სიტყოს, რის გამოც ტრამპი ასე ხმამაღლა აკრიტიკებდა ბარაკ ობამას, რომელმაც 2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა. ირანის მოთხოვნა მარტივია. ეს არის 24 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების გამბლოკვა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ წინასწარ შეთანხმებასაც კი მოაწერენ ხელს. და სანამ ტრამპი ირანს 24 მილიარდ დოლარს არ მისცემს, თეირანში აპირდებიან, რომ არანაირ შეთანხმებაზე არ წავლენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი. ბუმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. ასე რომ, დონალდ ტრამპმა ირანთან ომში სიტუაცია ისე მიიყვანა, რომ ახლა თეირანი ფაქტობრივად გამოსასყიდს ითხოვს და იმუქრება ომის გაფართოებით ევროპამდე. ირანის მაღალი თანამდებობის პირი და ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა მაჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველი მასენ რეზაი CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამბლოკოს გაყინული ირანული აქტივები 24 მილიარდი დოლარის ოდენობით. რეზაის ციტატა. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და პრეზიდენტი მოლაპარაკებებით ჩიხში შევიდა. და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გამოიყვანოს ისინი ამ ჩიხიდან. ბურთი ტრამპის მხარესაა. გახსენებთ, რომ ირანი ითხოვს 12 მილიარდი დოლარის გაყინული თანხების გამბლოკვას, დაუყოვნებლივ ან დროებითი შეთანხმების ხელმოწერის მომენტში აშშ-სთან, ან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებისას. და კიდევ 12 მილიარდი დოლარი უფრო გვიან ეტაპზე, როდესაც უკვე დაიწყება მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაზე. მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ამ ეტაპზე თანხების გამბლოკვამ შეიძლება მათ დააკარგვინოს მთავარი ბერკეტი ირანის რეჟიმზე ზემოქმედებისთვის. რადგან ფაქტობრივად ირანი მიიღებს 12 მილიარდ დოლარს ყოველგვარ დათმობებისა და ვალდებულებების გარეშე. რადგან მემორანდუმის ხელმოწერა, ანუ დროებითი შეთანხმება ჯერ კიდევ არაფერს ავალდებულებს მათ. და ამერიკელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ირანი ამ თანხის 12 მილიარდის მიღების შემდეგ შეიძლება უბრალოდ უარს იტყვის გარიგებაზე. ანუ კიდევ ერთხელ, საკითხი ისაა, რომ ახლა ტრამპი ცდილობს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პირობები, თუ როგორ გააგრძელებენ ისინი მოლაპარაკებებს მომდევნო 60 დღე განმავლობაში. უკვე სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებაზე, ბირთვულ გარიგებაზე და ასე შემდეგ. და ირანი ამბობს, კარგი, მოდით მოვაწეროთ ხელი ამ დროებით შეთანხმებას, მაგრამ ამ ეტაპზე მოგცეთ 12 მილიარდი დოლარი. არანაირი ვალდებულება არ არსებობს. და ამის შემდეგ ირანი იტყვის, მოусმინეთ, გადავიფიქრეთ, ფული მივიღეთ ნახვამდის. ტრამპმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება იყოს გაცილებით მკაცრი, ვიდრე 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება და რომ თავიდან იქნას აცილებული ყველაფერი, რაც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ნაღდი ფულის გადაცემა პალეტებით. ეს არის გამოთქვა, რომელსაც ტრამპი არაერთხელ იყენებდა, რათა გაეკრიტიკებინა იმდროინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამას გადაწყვეტილება ირანისთვის ფინანსური კომპენსაციის მიცემის შესახებ. ან ტრამპი ხმამაღლა ამბობდა, ირანს ერთ თეთრსაც არ მივცემ, სანამ კაცრი ბირთვული შეთანხმება არ იქნება. ეხლა ირანი ამბობს, მოისმინეთ, თუ ფული არ იქნება, შეთანხმებაც არ იქნება. გარდა ამისა, ირანის ლიდერის სამხედრო მრჩეველმა რეზაიმ ნათელი მოუფინა ირანელი სტრატეგების შეხედულებებს ომის შემდგომი ირანის მომავალზე, ჰორმუზის სრუტის ბედზე და იმ შესაძლო ქმედებებზე, რომელსაც ირანი განახორციელებს მორიგი თავდასხმის შემთხვევაში. CNN-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მის შენიშვნებს მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კვლავ მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანის ძალოვან სტრუქტურებთან და ითვლება ახლოს მყოფად ამჟამინდელ უმაღლეს ლიდერთან, რომელიც მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რაც ის დაიჭრა ისრაელის თავდასხმის დროს, რომლის შედეგადაც მისი მამა ომის პირველ დღეს დაიღუპა. კერძოდ რეზაიმ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაყინული თანხების შესაძლო განთავისუფლება გახდება ახალი ჰორიზონტი ირანისა და ამერიკის მომავლისთვის. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. თუ ტრამპს სურს ირანთან შეთანხმების მიღწევა, ეს 24 მილიარდი დოლარი არის ნდობის გამოცდა, რომელიც ირანს ტრამპის მიმართ სურს ჰქონდეს. ეს არის გამოცდა, რომელიც ამერიკამ უნდა გაიაროს და მაშინ გზა გაიხსნება. ეს ჩვენი საკუთარი ფულია და არა ამერიკის ფული.
შეგეძლოთ ომამდე, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, წარმოედგინეთ, რომ ირანის ჩინოვნიკები პირადად დონალდ ტრამპს უკარ ნახებდნენ. რა უნდა გაეკეთებინა? რომ ირანის ჩინოვნიკები ამბობდნენ, მოусმინეთ, ჯერ კიდევ უნდა დაიმსახუროთ ჩვენი ნდობა. ამიტომ მოგცეთ 24 მილიარდი დოლარი და მაშინ დავიწყებთ თქვენდამი ნდობას. მაშინ დავიწყებთ თქვენთან დიალოგს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მან გააფრთხილა, რომ ირანი გააფართოებს საბრძოლო მოქმედებების ზონას სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთ, თუ აშშ განაახლებს კონფლიქტს. მისი თქმით, ეს გამოიწვევს სამხედრო ოპერაციების გავრცელებას. ჰორმუზის სრუტიდან ინდოეთის ოკეანემდე, ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, წითელ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვამდე. რეზაიმ პირდაპირ განაცხადა, ციტატა: ჩვენ ამ ომს სრულიად სხვა განზომილებას მივცემთ. თუ დავარტყამთ იმ სხვა ამერიკულ ბაზებს, რომლებიც აქამდე არ დაგვიტევია. ეს კი უკვე პირდაპირი მუქარაა, რომ დაიწყებენ თავდასხმებს ევროპულ სამხედრო ბაზებზე ხმელთაშუა ზღვაში. CNN წერს, რომ რეზაიმ არ უპასუხა კითხვას ხომეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი როლის შესახებ ქვეყნის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაგრამ უარყო მისი შეხვედრის პერსპექტივა ტრამპთან. ციტატა: არა, ეს არ მოხდება. ეხლა ჩვენ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე ვართ და ბატონი ტრამპი ამ მოლაპარაკებებს ჩიხში აგდებს. პირადი შეხვედრა არ შეძლება. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ირანელები ახლა ნამდვილად ამცირებენ დონალდ ტრამპს. საქმე იმაშია, რომ ტრამპმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ ის და ხომენეი ძალიან კარგად უბებენ ერთმანეთს და მისთვის პატივი იქნება ირანის ლიდერთან შეხვედრა. ტრამპმა განაცხადა, რომ მათი პირადი შეხვედრა აუცილებლად შედგება. ახლა ირანელები ეუბნებიან, არავინ არ უნდა შენთან შეხვედრა. ხომენეისთან პირადი შეხვედრა არ გექნება. გარდა ამისა, რეზაიმ აღნიშნა, რომ ირანს და ომანს აქვთ სუვერენიტეტი მნიშვნელოვან წყლის გზაზე, ჰორმუზის სრუტეზე, რომლის გავლითაც ომამდე გადიოდა მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მეხუთედ. ამიტომ ომანი და ირანი ერთობლივად მართავენ ჰორმუზის სრუტეს. მან თავი შეიკავა იმისგან, რომ არხის გავლაზე გადასახადის დაწესება მოეთხოვა და აღნიშნა, რომ ირანი მომსახურების საფასრობს აიღებს, რადგან არ უნდა ატაროს ხარჯები სრუტის მართვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრული აბსურდია, აღნიშნა, რომ სრუტე წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა მსგავსი მოხერხებული გადასახადების სქემის გარეშე. ირანი საერთოდ არ იღებდა გადასახადს გემების არმუტის სრუტით გავლაზე, მაგრამ რატომღაც სრუტე მაინც ფუნქციონირებდა. ახლა კი ირანი ამბობს, მოусმინეთ, ჩვენ უნდა ავიღოთ ფული გემებიდან, რომ სრუტის ფუნქციონირება უზრუნველყოთ. აქვე აღნიშნა, რომ როგორც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ძველი გვარდიის წარმომადგენელი, რეზაიმ იბრძოლა ირან-ერაყის ომში. შემდეგში 1991 წლიდან 1997 წლამდე ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს ხელმძღვანელობდა და ხელი შეუწყო მის გარდაქმნას ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციად. შესაბამისად, როგორც მკაცრი კურსის მხარდამჭერი და ირანის უსაფრთხოების სისტემაში ღრმად ფეზუგადგმული პიროვნება, რეზაი შემდგომში შეუერთდა მიზანშეწონილობის საბჭოს. ეს არის საბჭო, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერს აძლევს კონსულტაციას და მას ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დროს. და აღსანიშნავია, რომ რეზაი 4-ჯერ იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ არც ერთხელ არ გაუმარჯვია. ახლა კი ის ირანის ლიდერთან ერთ-ერთი ყველაზე ახლო პირია. და რა არის საყურადღებო? უკვე მეტი ვიდრე 1 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირანის ჩინოვნიკმა ასეთი განცხადებები გააკეთა. მაგრამ დონალდ ტრამპს ისინი არანაირად არ დაუკომენტარებია. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცლეთ მოწონების დაჭერა. ამით დასრულდა ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობიანეთ. სუბტიტრები